საღამო მშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერში პოსტების მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშორდია ვარ, ახალამბებში ნახავთ. 6 წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება. ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმება შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და მონაწილეობა მსოფლიო ურბანულ სამიტში. როგორი იყო ირაკლი ყობახიძის დღის წესრიგი ბაქოში და რა შედეგით ბრუნდება საქართველოს დელეგაცია ვიზიტიდან. პირდაპირ ჩართვა რამდენიმე წუთში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში. ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება, სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება და საერთო ხედვები, რომელიც მშვიდობას, სუვერენიტეტის დაცვასა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება. რა გზავნილები გააჟღერა შალვა პაპუაშვილმა უმაღლესი რანგის შეხვედრებზე. პირდაპირ ჩართვა პეკინიდან. სადგადის ზღვარის სიძულვილის გაღრმავებასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველო იქმნება. როგორი იქნება მისი ფუნქცია და რა გახდა ინიციატივის მიზეზი? დამნაშავეების ლობირება და დეზინფორმაციული რიტორიკა ნაცმოძრაობის მოკავშირე ევროპარლამენტარისგან. ვინ არის პოლონელი ევროდეპუტატი, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს და როგორია მმართველი გუნდის პასუხი? ახალი რეკრეაციული სივრცე სამგორის რაიონში ყოფილი ვარკეთილის მეურნეობის ტერიტორიაზე ტყე პარკის აღდგენის სამუშაოები გრძელდება. რას მოიცავს მასშტაბური პროექტი? წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება. შესაბამისი შეთანხმება აზერბაიჯანში საქართველოში პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას გაფორმდა. კიდევ ერთი ხელმოწერილი დოკუმენტით კი 20 წლით გახანგრძლივდა აზერბაიჯანიდან საქართველოსთვის სოციალური გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული შეთანხმება. ხელმოწერის ცერემონიას ირაკლი ყობახიძე და ილჰამ ალიევი დაესწრნენ. მანამდე კი გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა შედგა საქართველოს პრემიერსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ურბანული ფორუმის სესიაზე და ღონისძიების სტუმრებს მაღალი რანგის ტრიბუნიდან სიტყვით მიმართა. როგორი იყო ირაკლი ყობახიძის დღის წესრიგი ბაქოში და რა შედეგით ბრუნდება საქართველოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტიდან? ნუცა კოროშინაძე გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. ნუცა გისმით. საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტი აზერბაიჯანში ისტორიული შედეგებით დასრულდა. პირველ რიგში გეტყვით, რომ 6 წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება. პირველი რეისი 26 მაისს შესრულდება, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ხალხთა შორის ურთიერთობებისათვის, არამედ ეკონომიკური მიმართულებითაც აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მეთაურისა და მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრაზე მოეწერა ხელი. შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის გეტყვით, რომ 20 წლით გაგრძელდება 2003 წელს ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მომდევნო 20 წლის განმავლობაში აზერბაიჯანი საქართველოსათვის სოციალურ ბუნებრივ აირს გამოჰყოფს. შეხვედრაზე არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე გამახვილდა ყურადღება, მათ შორის რასაკვირველია საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, ამ ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივას, ეკონომიკურ მაჩვენებლებს, იმ პოზიტიურ ტენდენციებს, რომლებიც ქვეყნებს შორის არსებობს და იმ მეგაპროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. გარდა ამისა, საუბარი შეეხო მსოფლიოში არსებულ ვითარებას, იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ახლა საერთაშორისო საზოგადოებას უწევს ცხოვრება და რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობას და მის უზრუნველყოფას. ეს არის ჩვენს ურთიერთობებში საეტაპო მნიშვნელობის შეთანხმებები, რომლებიც დაკავშირებულია ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებასთან და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავებასთან. ეს შეთანხმებები უკავშირდება გაზის იმპორტს და გაზის ტრანზიტს. ამ კუთხით განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ 20 წლიანი ხელშეკრულება სოციალურ გაზთან დაკავშირებით გადაგრძელდა
20 წლით ამისათვის გაფორმდა ახალი ხელშეკრულება და ამას ექნება ბუნებრივია განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. ასევე ელექტროენერგიის მიმართულებით გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, როგორც იმპორტის, ასევე ტრანზიტის კუთხით. ასევე მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა, რომელიც უკავშირდება ბაქო-თბილისის სუფსის მილსადენს. ახალი შეთანხმების საფუძველზე აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად ჩვენ უზრუნველყოფთ ამ მილსადენის ამოქმედებას. ბუნებრივია, მილსადენი არის ჩვენი საკუთრება, რჩება რა თქმა უნდა საქართველოს საკუთრებაში, თუმცა უზრუნველყოფილი იქნება კიდევ ერთხელ ვიტყვი აზერბაიჯანულ მხარესთან თანამშრომლობით ამ მილსადენის სათანადო ოპერირება, რის საფუძველზეც ქვეყანა ყოველწლიურად ათეულობით მილიონი შემოსავალს მიიღებს და ასევე შევთანხმდით ბაქო-თბილისის ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით ყველა დეტალი შეთანხმდა და ძალიან მალე უკვე გაეშვება რკინიგზის ეს მონაკვეთი 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში და ესეც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების კუთხით. სოფლიო ურბანული სამიტის მასპინძელი ქალაქი ახლა ბაქო არის. სწორედ მე-13 სესიამ ბაქოში გააერთიანა მთავრობების წარმომადგენლები, მაღალი რანგის სტუმრები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და ურბანისტები. ისინი მსჯელობენ იმ გამოწვევებზე, რომელიც სოფლიოში მიმდინარე ომებისა და კლიმატის ცვლილების შედეგად დგას და მათი გადაჭრის გზებს ეძებენ, რამაც უნდა უზრუნველყოს მდგრადი ინკლუზიური ურბანული განვითარება. აქ შეკრებილებს სიტყვით უკვე მიმართა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც ხელისუფლებამ გადადგა და ასევე სამომავლო ხედვებზეც. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ თანამედროვე ურბანული დაგეგმარება საქართველოს ხელისუფლების ეროვნულ პრიორიტეტებშია. ბოლო წლებში საქართველოს ძლიერ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად დაბალანსებული ტერიტორიული განვითარება და თანამედროვე ურბანული დაგეგმარება ჩვენი ეროვნული პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებად იქცა. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის გაფართოება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ ზრდა დარჩეს მდგრადი, რეგიონულად დაბალანსებული და ორიენტირებული იყოს ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებზე. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით საქართველოს წინ მიიწევს ეროვნული სივრცითი მოწყობის კონცეფციის განხორციელების პროცესში. ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი წარმოადგენს საბინაო და ურბანული განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს. უზრუნველყოფს სივრცის ჰარმონიულ ინტეგრაციას, რაც მეტყველებს ჩვენს ერთგულებაზე დაბალანსებული და მდგრადი განვითარების იდეისადმი ქვეყნის ყველა რეგიონში. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლოდროინდელი მიღწევა იყო ეროვნული საკადასტრო აღრიცხვის დასრულება და მიწის ნაკვეთების სრული რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ რეფორმამ გააძლიერა სამართლებრივი საფუძველი, გააუმჯობესა მიწის რესურსის ადმინისტრირება და უფრო გამჭვირვალე საფუძველი შექმნა ეკონომიკური საქმიანობისა და ტერიტორიული მმართველობისთვის. პარალელურად საბჭოთა პერიოდში გამოყოფილი საცხოვრებელი ფართის პრივატიზაცია დასრულდა. ამ ერთეულების სრულად კერძო საკუთრებაში გადაცემით ურბანული სტაბილურობისა და ინდივიდუალური საკუთრების უფლების განსაზღვრული ჩარჩო შევქმნით. ჩვენი ურბანული და საბინაო პოლიტიკის ცენტრში რჩება ჩვენი ხალხის კეთილდღეობა. 100 წლეულების განმავლობაში საქართველო აგრძელებდა ომისა და ოკუპაციის ჰუმანიტარული შედეგების მოგვარებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით ადგილნაცვალი პირების საცხოვრებლისა და სოციალური დახმარების მიწოდებით. ვაგრძელებთ ახალი დასახლებების განვითარებას და საცხოვრებელი ფართის გადაცემას დაზარალებული ოჯახებისთვის, რაც ღირსეული ცხოვრების პირობებისა და სოციალური ინკლუზიის მიმართ ჩვენი გრძელვადიანი ერთგულების ნაწილია. ჩვენი პოლიტიკა პრიორიტეტს ანიჭებს ასევე ახალგაზრდა ოჯახების, ეკომიგრანტებისა და მთიანი რეგიონების მოსახლეობის მხარდაჭერას. მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამებისა და ინოვაციური ფინანსური მექანიზმების მეშვეობით ვცდილობთ გავაუმჯობესოთ საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობების შევქმნათ საქართველოს ყველა რეგიონში. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმის უზრუნველყოფაზე, რომ სოფლისა და მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობამ თანაბრად ისარგებლოს თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ხარისხიანი საზოგადოებრივი სერვისებით და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებით. ინკლუზიური და რეგიონულად დაბალანსებული პოლიტიკის მეშვეობით ჩვენი მიზანია ადგილობრივი თემების გაძლიერება ქალაქსა და სოფელს შორის ურთიერთთანასწორობის, ადგილობრივი თემების გაძლიერება ქალაქსა და სოფელს შორის უთანასწორობის შემცირება და მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელვადიანი განვითარებისთვის მდგრადი პირობების შექმნა. საქართველო მტკიცედ რჩება ერთგული მდგრადი განვითარების მიზნებისა და ახალი ურბანული დღის წესრიგის განხორციელების მიმართ. ზად ვართ კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ამჟამინდელი და მომავალი თაობებისთვის უსაფრთხო, ინკლუზიური და მდგრადი ადამიანური დასახლებების ხელშეწყობის მიზნით. საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი ჰქონდა საქართველოს მთავრობის მეთაურს, ის უკვე შეხვდა კენიის პრეზიდენტს და ასევე სლოვაკეთის ვიცე-პრემიერს. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრებს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებზე და ამ ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე. თავის მხრივ ვიზიტი შეაჯამეს დელეგაციაში მყოფმა მინისტრებმა. მათი განცხადებით საქართველოს მხარემ აღნიშნული ვიზიტი და ფორმატი სრულად გამოიყენა. მათი განცხადებით არაერთი ისტორიულ დოკუმენტს მოეწერა ხელი, რასაც განსაკუთრებული
ისტორიული დატვირთვა აქვს. ჩვენ დღეს გავაფორმეთ ისტორიული შეთანხმება ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობაზე. ეს გახლავთ გაზის სექტორში 20 წლიანი ხელშეკრულება და თანამშრომლობა. ერთობლივად ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ბაქო, თბილისი, ყარსი. ისტორიული პროექტი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ აზერბაიჯანისთვის, თურქეთისთვის, რა თქმა უნდა საქართველოსთვის და ზოგადად შუადერეფნის ქვეყნებისთვის, ისევე როგორც ჩინეთისთვის. ჩვენ სრულიად ახალ ეტაპზე გადაგვყავს ლოჯისტიკური, ისევე როგორც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ასევე განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ 6 წლის შემდეგ პირველად დღეს ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ასევე ისტორიული გადაწყვეტილება შემიძლია ვთქვა, რომ 26 მაისიდან ორ ქვეყანას შორის აღდგება სამგზავრო მატარებლის ოპერირება. ჩვენი თანამშრომლობით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობით და ამ ახალი შეთანხმებებით კიდევ უფრო ახალი მნიშვნელობა მიენიჭება ორივე ქვეყანას, ამ შემთხვევაში საქართველოს გავაკეთებ აქცენტს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია რომ სრულად გამოვიყენოთ სატრანზიტო პოტენციალი, როდესაც ჩვენ საუბრობთ ენერგორესურსების ტრანზიტზე, გამოვიყენოთ ასევე სატრანსპორტო მიმართულებით და ტვირთის გადაზიდვის მიმართულებით ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი და ამ ორივე მიმართულებით მნიშვნელოვანი შეთანხმებები გაფორმდა დღეს ბაქოში. ამ ფორუმის ფარგლებში ჩვენ გქონდა შესაძლებლობა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ქონოდა საუბარი. საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტი აზერბაიჯანში დასრულდა, დელეგაცია ოფიციალურ თბილისში კონკრეტული შედეგებით ბრუნდება. მადლობა, ნუცა, ეს იყო ნუცა კორუშინაძე. სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება, სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება და საერთო ხედვები, რომელიც მშვიდობას, სუვერენიტეტის დაცვასა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩინეთშია. მაღალი რანგის შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების, სტრატეგიული პარტნიორობა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და პირდაპირ ფრენების მნიშვნელობაა. რის შედეგადაც საქართველოს ჩინეთს შორის კავშირები ახალ ეტაპზე გადავიდა. ჩინელ კოლეგასთან და პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის თავმჯდომარესთან აუდიენციებზე ხაზი გაისვა საქართველოს როლს, როგორც ევროპისა და აზიის ერთ-ერთ მთავარ დამაკავშირებელ აქტორს და შუადერეფნის პროექტს, რომლის განვითარებისთვისაც ჩვენი ქვეყანა ჩინეთისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. ხოლო კი პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად პეკინიდან ქალაქ სიანში გადაინაცვლებს, სადაც ასევე დაგეგმილია მაღალი რანგის შეხვედრები. მეტ დეტალს ქეთი მამრიკიშვილი გვეტყვის, რომელიც პეკინიდან პირდაპირ ეთერში გვერდება. ქეთი, გისმენთ. სტრატეგიული პარტნიორობა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, პირდაპირ ფრენები და ყველა ის საერთო ინიციატივები, რომლებსაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადაჰყავს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ამ ვიზიტის მნიშვნელობას კი მოწვევს ის მაღალი რანგის შეხვედრები, რომლებიც შალვა პაპუაშვილმა დღის განმავლობაში გამართა. ყველა აუდიენციაზე ხაზგასმით აღინიშნა ის, რომ მხარეები მზად არიან კავშირების სხვადასხვა მიმართულებებით კიდევ უფრო გააღრმავონ და ორივე ქვეყანა ერთგული რჩება, როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის, ასევე ქვეყნებს შორის ურთიერთპატივისცემის პრინციპების დაცვისა. შალვა პაპუაშვილმა პეკინში ვიზიტი დაასრულა, ხვალ კი უკვე საპარლამენტო დელეგაცია სიანში გადაინაცვლებს, სადაც ასევე მაღალი რანგის შეხვედრები აქვთ დაგეგმილი. ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შალვა პაპუაშვილს აეროპორტში ეროვნული კონგრესის სოციალური კომიტეტის თავმჯდომარე დახვდა, რის შემდეგაც უკვე საპარლამენტო დელეგაციამ ჩინეთის ეროვნულ სახალხო კონგრესში გადაინაცვლა და უმაღლესი რანგის შეხვედრები გამართა. პირველი აუდიენცია ჩინეთის პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომისიის წევრსა და ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის თავმჯდომარესთან შედგა. შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისა და სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ორივე ქვეყანა იზიარებს უმთავრეს ღირებულებებს, რომელიც მშვიდობას, ეროვნული სუვერენიტეტის გაძლიერებასა და ურთიერთპატივისცემის პრინციპს ეფუძნება. მხარეებმა ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ დღევანდელ ტურბულენტურ რეალობაში დაკავშირებადობის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის მიმართულებებით თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ჩვენთვის დიდი პატივია ჩინეთში სტუმრობა და თქვენთან შეხვედრა. საქართველოს პარლამენტის სახელით მსურს გამოვხატო გულითადი მადლიერება თქვენი თბილი მოწვევისა და ხელგაშლილი მასპინძლობისთვის. საქართველოს-ჩინეთის ურთიერთობამ ბოლო წლებში შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა. ეს წინსვლა ხასიათდება პოლიტიკური დიალოგის გაფართოებით, ეკონომიკური თანამშრომლობით, კულტურათა შორის და ხალხთა შორის კავშირებით. საქართველოსა და ჩინეთს აქვთ საერთო ძალისხმევა, რომ დაიცვან ეროვნული სუვერენიტეტი, მშვიდობა და უსაფრთხოება, ასევე მტკიცედ დაიცვან საერთაშორისო სამართლის პრინციპები და ორმხრივი
მხრივი პატივისცემა საერთაშორისო ურთიერთობებში. ამ მხრივ მსურს მადლობა გადაუხადო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისთვის. მომავალ წელს ჩვენი ქვეყნები აღნიშნავენ დიპლომატიური ურთიერთობების 35 წლის იუბილეს. მჯერა რომ დადებითი დინამიკა და სხვადასხვა სფეროში მზარდი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ეტაპობრივად განავითარებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას ყოვლისმომცველი პარტნიორობის დონეზე. გულითადად მოგესალმებით, მოხარული ვარ თქვენთან საუბრის შესაძლებლობით. საქართველო მდებარეობს ორი კონტინენტის შეერთების ნაწილში. უძველესი დროიდან იგი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ცივილიზაციების, კულტურებისა და ვაჭრობის გადაკვეთის მნიშვნელოვანი ადგილი იყო. მას ღრმა კულტურული ფესვები აქვს. ბოლო წლებში საქართველომ ეროვნული განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. ჩინეთის მხარი ამით ძალიან კმაყოფილია. ჩინეთი საქართველოს ჭეშმარიტი და სანდო კარგი მეგობარია, თანამშრომლობისა და საერთო განვითარების კარგი პარტნიორი. ჯერ კიდევ 2000 წელზე მეტი ხნის წინ ჩინეთსა და საქართველოს შორის მეგობრობის ისტორიულმა აბრეშუმის გზამ ხალხები დააკავშირა. სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სავაჭრო ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობების დინამიური განვითარების მნიშვნელობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჩინელ კოლეგასთან განიხილა. ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის თავმჯდომარესთან გამართულ აუდიენციაზე ხაზგასმით აღინიშნა ის, რომ სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებამ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ და პირდაპირმა ფრენებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადაიყვანა. აღინიშნა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობაც და ამ კუთხით ქვეყნებს შორის კავშირების კიდევ უფრო განვითარების პერსპექტივები. ისაუბრეს იმაზე, თუ რა პოტენციალი არსებობს იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, ეკონომიკური და ტურისტული მიმართულებები კიდევ უფრო გაღრმავდეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს საქართველოს როგორც ევროპისა და აზიის ერთ-ერთი მთავარი დამაკავშირებელი აქტორის მნიშვნელობას და შუადერეფნის პროექტს, რომლის განვითარებისთვისაც ჩვენი ქვეყანა ჩინეთისთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. გარდა ამისა, შალვა პაპუაშვილმა ჩინურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს-ჩინეთის ურთიერთობამ ბოლო წლებში შესანიშნავი წინსვლა განიცადა, განსაკუთრებით აღსანიშნავია ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დანერგვა, რამაც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ისტორიულად მაღალ დონეზე აიყვანა. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებითა და სტრატეგიული პარტნიორობით უფრო და უფრო მეტი პირდაპირი კავშირებით, ჩვენს ქვეყნებს შორის ხალხთა შორისი კავშირებითა და ერთმანეთის კულტურის გაცნობით, ბიზნესებსაც მიეცათ მეტი შესაძლებლობა ინვესტიციებისთვის, საქონლის ექსპორტისა და იმპორტისთვის. საქართველოსა და ჩინეთს აქვთ საერთო ძალისხმევა, რომ დაიცვან ეროვნული სუვერენიტეტი, მშვიდობა და უსაფრთხოება. ასევე მტკიცედ დაიცვან საერთაშორისო სამართლის პრინციპები, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა წესებზე დაფუძნებული წესრიგის ჩამოშლის შემსწრენი ვართ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარა ქვეყნებისთვის. საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 35 წლის თავის ფარგლებში ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ეროვნული კონგრესის სახელით გულითადად მოგესალმებით ჩინეთში თქვენი პირველი ოფიციალური ვიზიტის გამო. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან გასული 35 წლის განმავლობაში ჩინეთი და საქართველო ყოველთვის ურთიერთპატივისცემისა და ორმხრივი სარგებლის სულისკვეთებით ავითარებდნენ თანამშრომლობას. ჩვენ ორმხრივი ურთიერთობები თანმიმდევრულად და სტაბილურად განავითარეთ და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვან და ნაყოფიერ შედეგებს მივაღწიეთ. ბოლო წლებში ორი ქვეყნის ლიდერების სტრატეგიული ხელმძღვანელობის პირობებში ჩინეთმა და საქართველომ დაამყარეს სტრატეგიული პარტნიორობა, რის შედეგადაც ორმხრივი ურთიერთობები განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ეროვნული კონგრესი მზად არის საქართველოს პარლამენტთან ერთად იმუშაოს ჩვენი ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმებების განხორციელებაზე. ისტორიული ვიზიტის პირველი დღე პარლამენტის თავმჯდომარემ და დელეგაციის წევრებმა მედიასთან შეაჯამეს. ისაუბრეს როგორც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისა და საერთო ინიციატივების შესახებ, ასევე ჩინეთის როგორც გლობალურად ერთ-ერთი მძლავრი აქტორის როლზე და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის დაცვის მნიშვნელობაზე, რაც როგორც საქართველოსთვის, ასევე ჩინეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გქონდა საუბარი როგორც პოლიტიკური თანამშრომლობა პარლამენტებს შორის, ასევე სექტორული მიმართულებით, განსაკუთრებით რაც შეეხება განათლების მიმართულებას, სადაც სამინისტროების დონეზე არის მჭიდრო თანამშრომლობა და პარლამენტები ამ მხრივ ვაპირებთ, რომ ხარი დაუჭიროთ ამ თანამშრომლობას, სოფლის მეურნეობის და ამ მხრივ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი არის ღვინო როგორც საექსპორტო პროდუქტის ჩინეთში ექსპორტის კიდევ უფრო გაზრდა. საუბარი ქონდა ასევე საერთაშორისო პლატფორმებზე თანამშრომლობის და ურთიერთმხარდაჭერის საკითხებზე, რა თქმა უნდა,
ვისაუბრეთ საერთაშორისო სამართლის და წესრიგის მნიშვნელობაზე. ჩინეთი და საქართველო ორივე ვდგავართ თავარ პრინციპზე, რომ მშვიდობიანი განვითარება არის წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ქვაკუთხედი, რომელიც სამწუხაროდ დღეს გამოწვევების წინაშე დგას და ამ მხრივ ჩინეთს განსაკუთრებული როლი აქვს როგორც გლობალურ მოთამაშეს. ჩვენ ამ შეხვედრებზე გქონდა საუბარი როგორც ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ, საგანმანათლებლო და კულტურულ ჭრილში. გქონდა საუბარი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და მადლობა გადაუხადეთ ჩვენ მხარეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ვისაუბრეთ პარლამენტებს შორის უფრო მჭიდრო კავშირის დამყარებაზე. ამ შეხვედრებს ესწრებოდა თითქმის ყველა მნიშვნელოვანი კომიტეტის თავმჯდომარე, როგორც საგარეო ურთიერთობების კომიტეტის, ასევე ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, ასევე სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარეები. არა მარტო გეოგრაფიულ ლოკაციაზე აქ ლაპარაკი არის, მომავალზე გათვლილი გარკვეული სტრატეგიული ხედვები, რომელიცაც ჩინეთის საკმაოდ სერიოზულად განიხილავს, როგორც არის მაგალითად ჩინეთისა და საერთოდ აზიის რეგიონის დაკავშირება ევროპულ ბაზრებთან. საქართველოს მნიშვნელობა როგორც შუა დერეფნის გეოგრაფიული მდებარეობით ქვეყნისადმი. ისტორიული ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხვალ პეკინიდან ქალაქ სიანში გადაინაცვლებს, სადაც საპარლამენტო დელეგაციას ასევე მაღალი რანგის შეხვედრები აქვს დაგეგმილი. სადგადის ზღვარი სიძულვილის გაღვივებასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველო იქმნება. ახალი დეპარტამენტის ფუნქცია საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის აგრესიული კომუნიკაციისა და შეურაცხყოფელი კამპანიების სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. დაინერგება რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში მოქმედი მოდელი, ინიციატივის მიზანი კი ქვეყანაში სიძულვილისა და შუღლის გაღვივების პრევენცია იქნება. შესაბამისი სამმართველო შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმიანობას რამდენიმე კვირაში დაიწყებს და იმოქმედებს უკვე არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში. ხელისუფლება კი თავის მხრივ პასუხისმგებლობას იღებს, რომ ერთი მხრივ ქვეყანაში დაცული იქნება განსხვავებული აზრი, მეორე მხრივ კი მიუღებელი იქნება სიძულვილის მტრობისა და შეურაცხყოფის წახალისება. ახალი სამმართველოს შექმნის შესახებ და ინიციატივის დეტალებზე სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარეძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. დეტალებს დანუგა წითელაშვილი გიამბობთ. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს ვალდებულება უზრუნველყოს იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც განსხვავებული აზრი იქნება დაცული, ამავდროულად კი მიუღებელი იქნება სიძულვილის, მტრობის და შეურაცხყოფის წახალისება. განსხვავებული აზრის დაცვის პარალელურად სიძულვილის ენისა და შეურაცხმყოფელი რიტორიკის წინააღმდეგ ბრძოლა ახალ ეტაპზე გადადის. ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველო შეიქმნება, რომელიც საჯარო სივრცეში აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგსა და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას უზრუნველყოფს. სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ახალი სამმართველო მხოლოდ მოქალაქეთა მიმართვებს არ დაელოდება. უწყება პროაქტიულ რეჟიმში იმუშავებს, შესაბამისად საჯარო სივრცეში გავრცელებულ შესაძლო დარღვევებს თავად დააკვირდება, სამართლებრივ შეფასებას მოახდენს და საჭიროების შემთხვევაში საქმეებს სასამართლოსაც გადასცემს. შინაგან საქმეთა სამინისტროში უმოკლეს ვადაში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. რა თქმა უნდა, იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და სხვა მსგავს ქმედებებს. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამმართველო იმოქმედებს პროაქტიულ რეჟიმში და რეაგირება არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ მოქალაქის საჩივარზე. უწყება თავად განახორციელებს მონიტორინგის მომზადებას, შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში თავად გადააგზავნის მასალებს სასამართლოში.
ახალი სამმართველოს მხრიდან სამართლებრივი რეაგირება უკვე არსებული საკანონმდებლო ბაზის ფარგლებში განხორციელდება. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ერთის მხრივ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება, რომელიც ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებას უწყობს ხელს, ხოლო მეორე მხრივ სახელმწიფო არ დაუშვებს თავისუფალი დისკუსიისა და ჯანსაღი კრიტიკის შეზღუდვას. ჩემი პირადი პასუხისმგებლობა იქნება და ხელისუფლების ზოგადად, არა მხოლოდ ჩემი, რომ დავაწესოთ და დავადგინოთ სწორი პრაქტიკა საიმისოდ, რომ სწორი ზღვარი გაივლოს ადამიანის უფლებებს, მათ შორის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას და შეურაცხყოფას, შუღლის გამაღვივებელ სიტყვებს, ფრაზებს თუ ამგვარი ბრჭყალებში, ამ შემთხვევაში უკვე ამგვარი გამოხატვის ფორმებს შორის. ჩვენი სამიზნე აუდიტორია, რომლის მიმართაც ვართ პირველ რიგში, ეს უნდა გაიგოს ყველა. პასუხისმგებლები ეს არის ქართული საზოგადოება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა ხელისუფლებისთვის ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა. ინიციატივა კი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ბოლო წლებში ქვეყანაში სიძულვილის დათესვით პოლარიზაციის მცდელობა არაერთხელ მომხდარა. ყველა ხედავთ, რომ არის ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის ხელოვნურად თავისმოხვევის მცდელობა და ეს მცდელობა დიდწილად წარმატებულიც არის სამწუხაროდ. ხდება სიძულვილის დათესვა, ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა, ასეთ ტენდენციებს ვხედავ ჩვენ სხვადასხვა ქვეყანაში, მრავალ ქვეყანაში, სადაც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის საფუძველზე ცდილობენ, რომ მაქსიმალურად დათესონ საზოგადოებებში სიძულვილი. ამას ჩვენ რა თქმა უნდა დაუპირისპირდეთ, ეს არის ეროვნული მნიშვნელობის ამოცანა. ჩვენ უნდა დაუპირისპირდეთ სიძულვილს იმისათვის, რომ გაერთიანდეს ჩვენი საზოგადოება. ხო, საზოგადოების ერთიანობა არის ეროვნული მნიშვნელობის ამოცანა, ბუნებრივია ჩვენთვის. ახალი სამმართველო სავარაუდოდ ჩინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ფარგლებში შეიქმნება. მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნულ დეპარტამენტს მსგავსი ტიპის საქმეებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მისივე თქმით, ახალი სამმართველო ისეთი ტიპის ქმედებების გამოვლენასა და რეაგირებაზე იმუშავებს, როდესაც საქმე ეხება პიროვნულ თავდასხმებს, შეურაცხყოფასა და ადამიანების ღირსების შელახვას. ჩინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში ჩამოყალიბდა ცალკე სამმართველო, რომელიც უშუალოდ იმუშავებს ისეთი ტიპის ქმედებების გამოვლენაზე და შემდგომ რეაგირებაზე, რაც დაკავშირებულია სიძულვილის ენის გამოხატვასთან, ასევე შემთხვევებზე, როდესაც ხდება პიროვნული თავდასხმები და შეურაცხყოფა და ადამიანის ღირსების შელახვა, აქ გაიმიჯნება ერთმანეთისგან ისეთი ქმედებები, რაც დაკავშირებულია აზრის გამოხატვასთან, კრიტიკასთან, რომელიც ჯდება ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებში. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული სამმართველო შეიქმნას ადამიანის უფლებების დეპარტამენტის ფარგლებში, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ასეთი ტიპის საქმეებზე მუშაობის. სიძულვილის ენისა და შეურაცხყოფელი რიტორიკის წინააღმდეგ სოფლიოში უკვე არსებობს აპრობირებული პრაქტიკა. დიდი ბრიტანეთი ჯერ კიდევ წლების წინ აფრთხილებდა საკუთარ მოსახლეობას, არ გამოექვეყნებინათ სოციალურ ქსელში სიძულვილის შემცველი პოსტები, რადგან ინგლისში ეს უკვე წლებია კანონდარღვევა. გარდა ამისა, უმეტეს დემოკრატიულ ქვეყანაში შეურაცხყოფელი გამოხატვა მკაფიო სამართლებრივი ჩარჩოთი რეგულირდება. ზოგ შემთხვევაში კი სისხლის სამართლის დანაშაულადაც განიხილება. მაგალითისთვის, იტალია. მუქარა, ჯარიმა ან 1 წლამდე პატიმრობა. დევნა, სტალკერობა 6 თვიდან 5 წლამდე პატიმრობა. სიძულვილის წახალისება 6 თვიდან 4 წლამდე პატიმრობა. შვეიცარია, სიძულვილის წაქეზება, ფულადი ჯარიმა ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. საფრანგეთი, სიძულვილის ან ძალადობისკენ წაქეზება, ჯარიმა 45,000 ევროს ოდენობით ან 1 წლამდე პატიმრობა, უფრო მძიმე შემთხვევებში 5 წლამდე პატიმრობა. საჯარო შეურაცხყოფა 12,000-დან 22,500 ევრომდე ჯარიმა. გერმანია, სიძულვილის ენა 3 თვიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ზოგ შემთხვევაში ჯარიმა, შეურაცხყოფა, ჯარიმა ან 1 წლამდე პატიმრობა, თუ საჯაროდ ხდება ჯარიმა ან 2 წლამდე პატიმრობა, პოლიტიკოსების ან საჯარო პირების შეურაცხყოფა 3 წლამდე პატიმრობა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა დემოკრატიული სახელმწიფო სიძულვილის ენის წინააღმდეგ შესაბამისი სამართლებრივი ნორმებით მოქმედებს, ოპოზიციაში მაინც ამბობენ, რომ ახალი ინიციატივა მიზნად თავისუფალი სიტყვის ჩახშობას ისახავს. ჩვენ განვიხილავთ ამ ნაბიჯს კიდევ ერთ თავდასხმას, მაგალითად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, იმაზე, რომელიც გარანტირებული არის და დაცული არის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით.
სახელისუფლებო გუნდში ახალ ინიციატივას მიესალმებიან. მმართველი პარტიის წევრების განცხადებით, გარეძალები ქვეყანაში დესტაბილიზაციას სწორედ შუღლისა და სიძულვილის შემოტანით ცდილობდნენ. ამის წინააღმდეგ მოქმედება კი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენს. სიძულვილის და ზიზღის ენა ეს არ არის მხოლოდ ესთეტიკის საკითხი, არ არის მხოლოდ რაღაც ემოციების საკითხი, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი, ვინაიდან ამ მეთოდს იყენებენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ციგნებიდან გადმოწერით, იყენებენ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად, საზოგადოებაში დაბნეულობის შესატანად და საზოგადოებაში ადამიანების ერთმანეთის წასაკიდებლად. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ პროაქტიულად თავის ხელში აიღოს ამ ჩვენ ქვეყანაზე ამგვარი ინსტრუმენტების გამოყენებისთვის ხელი შეშლა. შეურაცხმყოფელი სტატუსები, განცხადებები, წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს. კრიტიკა და შეურაცხყოფა არის აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულება. და არავის არ აქვს უფლება, რომ ერთ კონკრეტულ ადამიანს მეორემ მიაყენოს შეურაცხყოფა. და ამას აქვს სისტემატური ხასიათი და ესეც ხო გასაგებია ხა საიდან მოდის და როგორ ხდება ამ ყველაფრის მართვა. შესაბამისად, ამ ყველაფრის დარეგულირება ფიქრობ არის ძალიან მნიშვნელოვანი. სიძულვილისა და შუღლის გაღვივების პრევენციის მიზნით შექმნილი ახალი სამმართველო შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმიანობას რამდენიმე კვირაში დაიწყებს. ქართული მედიის საშუალების შეზღუდვის ინიციატორი და საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებით ცნობილი პოლონელი ევროდეპუტატი ამჯერად მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლებას ლობირებს. ქრისტოფ ბრეიზა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს გამოგონილ ბრალდებებს სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს კი ფიქტიურს უწოდებს. ნაცმოძრაობის მოკავშირე იპპ-ის წევრების მხრიდან მსგავსი დეზინფორმაციული განცხადებები და დამნაშავეების ლობირება არ უყვირთ მართლ პარტიაში. ქართული ოცნება სააკაშვილის მოკავშირე ევროდეპუტატებს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის დანაშაულებრივ წარსულს, ასევე საქართველოს სასამართლოებისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ახსენებს. საუმე გობრონიძე გიამბობთ. სხვათა შორის სააკაშვილი დააპატიმრეს გამოგონილი ბრალდებებით, რომლებიც დაკავშირებული იყო იმასთან, რომ მან თანხა დახარჯა გარდაცვლილი ლეხ კაჩინსკის დაკრძალვაზე გვირგვინის შესაძენად. რეალობას აცდენილი ამ შეფასების ავტორი და დამნაშავე სააკაშვილის გათავისუფლების მომხრე პოლონელი ევროპარლამენტარია ქრისტოფ ბრეიზა, რომელიც ბოლო პერიოდში ქართული დამოუკიდებელი სამი ტელევიზიის წინააღმდეგ გააქტიურდა და საჯაროდაც აღიარა, რომ ევროპარლამენტში პოსტივის, იმედის და რუსთავიორის დასანქცირებაზე ყოველდღიურად მუშაობს. მას კი ამ პროცესში ქართველი კოორდინატორი ელენე მეტრეველი ეხმარება. ევროპარლამენტარის ეს პოზიცია მმართველი გუნდისთვის გასაკვირი არ არის, რადგან პოლონელი პოლიტიკოსები უკვე დიდი ხანია ცნობილი არიან ქართული სახელმწიფოს მიმართ არამეგობრული დამოკიდებულებით და ნაციონალური მოძრაობის ღია მხარდაჭერით. ვიცე-პრემიერის მამუკა მდინარაძის შეფასებით, უცხო ძალების დავალებების შემსრულებელი სააკაშვილის დაცვას მისი პატრონები სწორედ ამ აბსურდული გზებით ცდილობენ. პრემიერ-მინისტრისთვის კი მედიის თავისუფლების შემლახველი რეჟიმის ავტორის სააკაშვილის მხარდაჭერი ევროდეპუტატის მხრიდან ქართული მედიის წინააღმდეგ ბრძოლა სრულიად ლოგიკური ჯაჭვია. თვითონ სააკაშვილიც თუ რაიმეთი იყო გამორჩეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება ფეხქვეშ გათხოვა მედიის თავისუფლების. აქედან გამომდინარე ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოს მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური ჯაჭვი, საზოგადოება რა თქმა უნდა აქედან გამოიტანს თავის დასკვნებს. ატყობთ მათ რომ გამოვუგონოთ მათ ასეთი ბრალდებები და დავაბრალოთ ასეთი ბრალდებების გამოგონება და მათთან იყოს ისეთი ბრალდებებით, გამოგონული ბრალდებებით მოქმედი პოლიტიკოსები, როგორიც არის სააკაშვილი, აბა ამ კითხვაზე გასცეს პასუხი და შემდეგ თავად პასუხსაც მიიღებს. ჩემთვის პირადად, ამაში რაიმე გასაოცარი, გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ ადამიანები ამოქმედებდნენ კონკრეტულ ადამიანს თავისი ინტერესების შესაბამისად და დღეს ისინი იცავენ არგუმენტების გარეშე. როცა სააკაშვილის ბრალს ოდნავ მაინც იცნობ და მაინც ამბობ, რომ ის უკანონოდ არის დაკავებული, ესე იგი არ გაინტერესებს არაფერი, ფაქტობრივი მოცემულობა შემთხვევით არის მიასახარისხოვანი. საქართველოს არასდროს წარმოადგენდა სააკაშვილი, ის წარმოადგენდა გარე ძალებს, ერთ-ერთი აქტიური განმახორციელებელი იმისა, რაც წეღან მოგახსენეთ, რაზეც წეღან ვისაუბრე, რომ საკუთარი ხალხის ხელით დაიბრუნონ ან ზეგავლენა მოახდინონ რომელიმე ქვეყანაზე, ამისი აქტიურად აღმასრულებელი და განმახორციელებელი იყო ეს კაცი. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენ ვიხილეთ რეზოლუციები, თუნდაც სააკაშვილთან მიმართებით, როგორ ხდებოდა რეზოლუციების მიღება. ამაში ფულს იხდიდნენ.
ფულს იხდიდნენ, ეს შეფუთული იყო ვითომ რაღაც ლობიზმით და რეალურად აღებულმცემლობა არის, ხო? ეს წარმოუდგენელია ჩვენ რისთვის ვიბძვით, ხო? როდესაც საუბრობთ ზოგადად ევროპულ მომავალზე, ევროპულ ღირებულებებზე, რა თქმა უნდა, ყველა ამ ღირებულებებიდან დაცლილია დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია. სააკაშვილის დასაცავად პოლონელი მოკავშირის მიერ დაწერილი ტექსტი დღეს ერთ-ერთში გაიმეორეს მსჯავრდებულის პარტიაშიც, თუმცა ნაციონალური მოძრაობის წევრებს და მათ მოკავშირეებს საპარლამენტო ოპოზიციიდან მალევე შეახსენეს, რომ სააკაშვილის ეგრეთ წოდებულ პოლიტპატიმრად წარმოჩენის კამპანიას პერსპექტივა არ აქვს. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წერტილი დაუსვა ერთი მხრივ წელიწად ნახევრიან ცრუ კამპანიას სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ და მეორე მხრივ დაადგინა ისიც, რომ მსჯავრდებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. პირველი სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლოებმა არაერთ საქმეში ეჭვმიუტანლად ცნეს იგი დამნაშავედ და ჯერჯერობით არათუ საწინააღმდეგო გადაწყვეტილება არ მიუღია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, არამედ ეჭვის ქვეშაც კი არ დაუყენებია არც ამ განაჩენების სამართლიანობა და ასევე ევროსასამართლომ ცივი წყალი გადაასხა იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ლაპარაკობდნენ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ, არაჰუმანურ მოპყრობაზე, თითქოს მას არ კურნალობდნენ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი აღმოჩნდა იყო წყვილი ევროსასამართლოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით. შესაბამისად სააკაშვილი იხდის საჩილს და მოიხდის ბოლომდე იმედი მაქვს. სააკაშვილი ცხადი არის პოლიტიკური პატიმარი, ის დაკავებული არის გამოგონილი ბრალდებით. 2008 წლის ომი, ოკუპანტის სახელმწიფოსთვის სტრატეგიული ობიექტების გადაცემა, ადამიანის უფლებების მასობრივი შელახვა, მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი გზით დარბევა, პატიმრების მიმართ სასტიკი დამოკიდებულება, ბიზნესის რეკეტი, არჩევნების გაყალბება, მედიაზე შეტევა, სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვა. ამ ძალადობრივი და დანაშაულებრივი რეჟიმის შექმნელს თუ ევროპარლამენტარი გამოგონილი ბრალდებით დაკავებულს უწოდებს, მის ობიექტურობაზე კითხვებიც აღარ არსებობს სახელისუფლებო გუნდისთვის. ამასთან პარლამენტის თავმჯდომარე ქშიშტოფ ბრეიზას სიცრუეში ამხელს. საქმე, რომელიც მის წინააღმდეგ არის, ეხება იმას, რომ თავისი შვილს ბიუჯეტიდან უხდიდა კერძო სკოლის ფულს. კითხვა ევროპარლამენტს, რომელიმე ევროპარლამენტს ეს რომ გაეკეთებინა ბიუჯეტის ფულით გადაეხადა თავისი შვილის კერძო სკოლის გადასახადი. იქნებოდა თუ არის კორუფცია, კი იქნებოდა. ეხება საქმე იმას, რომ ბიუჯეტის ფულით სააკაშვილმა ჩაიტარა პლასტიკური სხვადასხვა სახის манипуляციები და ოპერაციები. თვალწდები მეგონი მილიონ ლარამდე იყო დახარჯული მისი სახის გალამაზებაში და შუბლის გასწორებაში და იმაში რომ ესე თქვა თავი მოეწონებინა ვიღაცისთვის. ეს რომ გააკეთოს რომელიმე ევროპარლამენტარმა, ეს არის კორუფცია, თუ ეს არის პოლიტიკური დევნა. და თუ კი ეს ყველაფერი კორუფცია, მაშინ ახლა თავს ისულელებს ეს ადამიანი, ამ ადამიანზე ზუსტად ეჭვი მაქვს რომ კორუმპირებულია ეს ადამიანი, თორემ ახლა თავს ეს რატომ გამოიყვანდა სულელად. რომ მიტყოდა თითქოს ვიღაცისთვის თაიგულის ყიდვის გამო არის 9 მილიონი დახარჯული. არ ვიცი რა ბედვი გვაქვს ასეთი რომ ევროპარლამენტში მართლა ერთი მტერი ისეთი ვერ გავიჩინეთ, რომელიც ნაცი არ იქნებოდა, მიშისტი არ იქნებოდა და რაღაცა დონეზე მაინც ღირსეულ მტრობას მაინც შეძლებდა. ქშიშტოფ ბრეიზა ერთადერთი არ არის პოლონელები საერთოდ გამორჩეოდნენ მუდმივად სააკაშვილის მხარდაჭერით, მაშინაც კი როცა სადისტობას ჩადიოდა და ამ გესტაპოს მეთოდებით მართავდა საქართველოს, მაშინაც მის გვერდით იდგნენ ეს ცნობილი გვარებია. და ეს კონტრშეტევა განახორციელა ახლა ქართულ მედიაზე, რომელიც ერთადერთს ესწრაფვის, რომ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს თავის საზოგადოებას და არავითარი სხვა შეკითხვა ამასთან დაკავშირებით ან ინტერპრეტაცია ამ ვითარების არ არსებობს. ზუსტადაც ეგრეა. დასმულ შეკითხვაზე პასუხობს უხეშად ადამიანი და შემდეგ კი სანქციების გატარებას ახერხებენ იმ მოტივით, რომ თითქოს და მათი რაღაცა სიმყუდროვე თუ სიმშვიდე შეარყია სწორად დასმულმა შეკითხვებმა. ეს სწორედაც კონტრშეტევაა. პოლონელი ევროპარლამენტარი, რომელიც როგორც ჩანს, ბევრი თვეების მანძილზე მუშაობდა ქართული მედია საშუალებების აკრძალვაზე ევროპარლამენტში. ახლა ამჯერად სააკაშვილის დაცვის იდეით გამოდის. სამწუხაროდ პოლონეთის არაერთი წარმომადგენელი თავს გვამახსოვრებს იმით, რომ განსაკუთრებულად ნაცურ პოლიტიკას აწარმოებენ. ჩვენ ბევრი გვხვდება ისეთი ბიუროკრატი თუ პოლიტიკოსი პოლონეთიდან, რომელიც
თავის დროზე სააკაშვილის დაჭერას იმ ტყუილებით აპროტესტებდა, რომელსაც ევროპარლამენტის ტრიბუნებიდან თუ აქ ჩამოსული მათივე სამედიცინო წარმომადგენლების მხრიდან ვისმენდით, ახლა განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი ქართული მედია საშუალებები გახდა. უბრალოდ რომ მათ მიზეზი ჭირდებოდათ, რომ ჩვენი მედია საშუალებები აეკრძალათ ევროპარლამენტში, სწორედ ესეთი არარსებული საფუძველი მიიღეს. მართველი გუნდისთვის პოლონელი ევროდეპუტატის მხრიდან სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროპარლამენტში მიღებული გადაწყვეტილება რეგლამენტის დარღვევის მიზეზით ტელეკომპანია იმედს 1 წლის ვადით მუშაობა შეეზღუდოს. ტელეკომპანია პოსტივის და რუსთავიერს კი ჰქონდეთ გაფრთხილება მხოლოდ ფორმალური საბაბი იყო და გადაწყვეტილების მიღმა დგას პოლიტიკური მოტივები. აკრძალონ ევროპულ უწყებაში ქართული მედიების მუშაობა, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატების დღის წესრიგთან წინააღმდეგობაშია. სააკაშვილ გვარამია ბოკერიას ალიანსში დაპირისპირება გრძელდება, ყოფილი დამოქმედი ნაციონალები ერთმანეთს სტრატეგიას უწუნებენ და უმოქმედობაში ადანაშაულებენ. კრიტიკული შეფასებებით აქტიურობს პატიმარი სააკაშვილი, რომელიც ოპოზიციისგან ქუჩაში გასვლას და ხალხთან კომუნიკაციას მოითხოვს. ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ ალიანსში არსებულ დაპირისპირებას და ერთმანეთის შეურაცხყოფას ნაციონალური მოძრაობა უბრალო გამოწვევას უწოდებს. მმართველი გუნდი კი ოპონენტების მძიმე მდგომარეობას უცხოური დამკვეთების შესაბამისად მოქმედებით ხსნის. დეტალებით სოსო ელისაშვილი. ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ ალიანსში განხეთქილება გრძელდება. არჩევნებში დამარცხებული ოპოზიციური პარტიების ლიდერები ერთმანეთს საჯაროდ სისტემატიურად უპირისპირდებიან და აკრიტიკებენ. რეგიონებში წარუმატებელი გასვლის მცდელობებისა და დედაქალაქში დაწყებული უშედეგო კამპანიის ფონზე ერთმანეთს სტრატეგიას უწუნებენ და უკმაყოფილებას ღიად გამოხატავენ. დაპირისპირებას, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეურაცხყოფაშიც გამოიხატება, ნაცმოძრაობაში ჯანსაღ კრიტიკასა და მცირე გამოწვევას უწოდებენ და ამტკიცებენ, თითქოს მათ განხეთქილება არ აქვთ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს, მისი პარტიის წევრები ამბობენ, რომ არ იციან ვის მიმართ აქვს სააკაშვილს პრეტენზიები, თუმცა ლიდერს ბრმად ეთანხმებიან და ფიქრობენ, რომ კრიტიკა მათ ზრდაში დაეხმარებათ. შეიძლება ზოგადად გამოწვევები არსებობდეს ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით. ეს კრიტიკა ან შეფასება არის მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენ თუნდაც ის თეორიული შეცდომები გამოვასწოროთ. არ ვიცი, ვინ შეიძლება იგულისხმებოდეს ამ კონკრეტული შეფასების დროს, თუმცა ცხადია ვეთანხმები იმ პოზიციას, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი გააქტიურება. მძიმე წარსულით გაერთიანებულ პოლიტიკურ ძალას მომავალი არ აქვს. ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი ეგრეთ წოდებულ ალიანსს. ირაკლი კობახიძის თქმით, განხეთქილებები ოპოზიციის სისუსტეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. მამუკა მდინარაძის შეფასებით კი ეგრეთ წოდებული ალიანსის გაერთიანების მიზეზი არა იდეოლოგიური კავშირი, არამედ ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად მოსვლის სურვილი და ქვეყნის გარედან მიღებული დავალებების შესრულებაა. შესაბამისად, მათ შორის არსებული დაპირისპირება ბუნებრივი მოვლენაა. რა თქმა უნდა, წარმატების არავითარი რესურსი ამ გაერთიანებას არ აქვს. ეს არის ძალიან მძიმე წარსულით გაერთიანებული პოლიტიკური ძალა, პირველ რიგში ეს უნდა გავიხსენოთ და ასეთი წარსულით, რა თქმა უნდა, ისეთ საზოგადოებაში, როგორც არის ქართული საზოგადოება, ასეთი ტიპის პოლიტიკური ძალა ვერ იქნება ბუნებრივია წარმატებული. განხეთქილებებიც, რომლებიც აშკარაა ამ გაერთიანებაში, არის მათი სისუსტის გამოხატულება. ძალიან სწრაფად ვითარდება თვითშეგნება ქართულ საზოგადოებაში, ასე დროს, რა თქმა უნდა, შეუძლებელია მიაღწიონ წარმატება ისეთმა ძალებმა, რომლებიც არიან ორიენტირებული საზოგადოების გახელჩვისკენ და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ. რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებას ისინი შეცდომაში ვერ შეყვანენ. რა საკითხთან დაკავშირებითაც მათ აქვთ ერთადერთ საკითხთან დაკავშირებით იდეური ერთობა, იმას საჯაროდ ვერ იტყვიან, ვერ გაამხილენ, ეს არის ხელისუფლებაში მოსვლა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება და გარე დავალებების შესრულება. ამას არ არსებობს პოლიტიკოსი, რომელსაც აღიარებს სოფლიოში ესეთი არ არსებობს. დაპირისპირება არის ბუნებრივი მოვლენა და ბუნებრივია ამას ვერც ჩვენ, არც ჩვენ და ვერც ისინი აღუდგებიან წინ. მმართველ გუნდში უსვამენ ხაზს, რომ სააკაშვილ გვარამია ბოკერიას ალიანსის დაპირისპირების უკან გარე პატრონებისთვის თავის მოწონება და საკუთარი პერსონების წინ წამოწევის მცდელობები დგას. მათი მორიგი გაერთიანება კი ფასადურია და ამჯერადაც დაშლისთვისაა განწირული. ერთმანეთთან თუ რაღაც დაპირისპირება აქვს, ეს მხოლოდ ერთადერთი რამით შეიძლება აიხსნას, რომ თავსაწუნებენ პატრონებს თუ რომელიც უფრო დაუჭერენ მხარს ამ შემთხვევაში. სააკაშვილის თემაც საგულისხმოა, რომ ყველასთვის არ არის მისაღები, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, თუნდაც ამ ექსტრემისტული ჯგუფში ჩართული ახალგაზრდებისათვის არ არის სასურველი, რომ ესეთი სისხლიანი რეჟიმის მთავარი შემოქმედი იყოს ადამიანი, ვისაც ისინი მხარს უჭერენ, ანუ უნდათ ახალი ლიდერები. პირდაპირ თუ არა თავისი მხარდაჭერით ყველა
არის მონაწილე იმ სისხლიანი პერიოდისა, რასაც ჩვენ სააკაშვილის მართლობას ვეძახით. ხედავთ სერიოზულ არეულობას და დაპირისპირებას ოპოზიციაში. ეს თავისთავად ძალიან კარგი და სასარგებლო პროცესია, რადგან ის არაჯანსაღი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ნაცმოძრაობა თავისი ანასხლეტებით წარმოადგენენ, რა თქმა უნდა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. და ეს პროცესი, რომელიც ახლა მათ ერთმანეთში აქვთ გამართული, უკვე აი ამ მთლიანი ნაცმოძრაობის პოლიტიკური ველიდან აღგვის წინაპირობაა. ხალხის ძალაში ამბობენ, რომ სხვადასხვა შტოებად დაყოფილი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა ფაქტობრივად ერთიან ძალას წარმოადგენს, თუმცა ცალკეული პარტიების წარმომადგენლებს ლიდერობა თავად სურთ, რაც ერთმანეთის პიროვნულად მიუღებლობის ფონზე მათ დაშლას უწყობს ხელს. დაყოფილი ნაციონალური მოძრაობა იდეოლოგიურად ერთი და იგივეა, იმდენად მიუღებელი პიროვნულად ისეთი მიუღებლობა აქვს ერთმანეთის. ისეთი დიდია სწრაფვა მათ შორის პირველობისთვის, რომ ვერასდროს ისინი ვერ შეიკრებიან ერთ დიდ ძალად და ყოველთვის გამოვლინდება მათ შორის ეს პიროვნული წინააღმდეგობები. რაც არ უნდა დავალება მიიღონ დასავლეთიდან, მათი პატრონებისგან, რაც არ უნდა ალიანსები შეკრან, საბოლოო ჯამში ყველა ეს ალიანსი არის დაშლისთვის განწირული. არჩევნებში დამარცხებულ ოპოზიციას, რომ საზოგადოებასთან საუბრის რესურსი არ აქვს, ეს ყოველდღიურად დასტურდება. რამდენად მალე ამოწურავს თავს, მათი ეგრეთ წოდებული ალიანსი ამას საზოგადოება იხილავს. ჩაორდნილი ქუჩის პროტესტის შემდეგ ძალადობრივი აქციების ორგანიზატორების ნაწილი ისევ ფულის შეგროვებით არის დაკავებული. ამჯერად ფინანსების მობილიზება იმ აქტივისტების დახმარების საბაბით ხდება, რომლებიც სასჯელს იხდიან სხვადასხვა სახის ძალადობრივი ქმედებებისთვის. ფინანსურ მენეჯერობაში ერთმანეთს კონკურენციას ნანუკა ჟორჟოლიანი და მაგდა მამუკაშვილი უწევენ. თანხების მობილიზება კი ფონდების მსგავსად ისევ გაუმჭირვალედ ხდება. მმართველი გუნდი ძალადობისთვის დაკავებულ აქტივისტებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციის ლიდერებს და იმ ევრობიუროკრატებს აკისრებს, რომლებმაც საქართველოში დესტრუქციული პროცესები წაახალისეს. დეტალებით ანა შანიძე. ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული პირებისთვის ფინანსების მობილიზება გრძელდება. ფინანსურ მენეჯერობაში ერთმანეთს კონკურენციას ნანუკა ჟორჟოლიანი და მაგდა მამუკაშვილი უწევენ. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ისინი ხალხს პატიმრებისთვის ფულის ჩარიცხვას აქტიურად სთხოვენ. აქვე ჟორჟოლიანი ოპოზიციის ლიდერებს ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული პირების მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებს და ახსენებს, პატიმრებზე ზრუნვა სწორედ მათი პასუხისმგებლობაა. ლიდერები არც ხუთიანის და არც ოთხიანის ჩართულები ამ კამპანიაში არ არიან. ეს უკვე აღარ მესმის. აღარ მესმის ლიდერები საკუთარ დიდ პლატფორმებს მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის რატო იყენებენ და არ იყენებენ მაგალითად იმისთვის, რომ საკუთარ ამომრჩეველს ხუთიანის და ოთხიანის ამომრჩეველს მოუწოდონ პატიმრების ბარათების შევსებისკენ. მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად ჩაერთოთ და ვისაც დარეგისტრების პრობლემები გაქვთ, აქ ვარ. ახალი პლატფორმა, რომლის შესახებაც საუბრობენ, დარეგისტრირების შემთხვევაში მსურველებს თანხებს ავტომატურად აჭრის, თუმცა კონკრეტულად ვის ეხმარებიან და როგორ ნაწილდება თანხები უცნობია. სწორედ ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ ვკითხეთ მაგდა მამუკაშვილს, რომელმაც კითხვებს თავი აარიდა. თუ რაიმე ინფორმაცია გინდათ, სასამართლოს ძალით მოვთხოვთ. 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ პირებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე იხსენებს, რომ ახალგაზრდები ძალადობისკენ სწორედ ოპოზიციამ წაახალისა. შესაბამისად, შალვა პაპუაშვილის თქმით, კანონდამრღვევებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი იმ ქართველი ოპოზიციონერი თუ ევროპელი ლიდერების პირადი პატიმრები არიან, ვის გამოც სასჯელს იხდიან. ყველაზე მოწყვლადები გაუშვეს წინ, თვითონ დაიმალნენ. და ახლა პასუხისმგებლობის აღებაც არ უნდათ ამაზე. კიდევ ერთხელ ეს ადამიანები, ვინც დღეს სასჯელს იხდიან ძალადობისთვის, პოლიციელებზე თავდასხმისთვის, პარლამენტის და სხვა შენობების გადაწვის მცდელობისთვის, ქვეყნის ამოტრიალების სურვილისთვის, ეს ადამიანები არიან სწორედ აი ამ პოლიტიკური ლიდერების და ევროპელი ლიდერების პირადი პატიმრები. მათ წააქეზეს გახსოვთ თქვენ ევროკომისიის პრესპიკერმა პირდაპირ მხარი დაუჭერა 4 ოქტომბრის გადატრიალებისთვის დაანონსებულ შეკრებას, ასე რომ დაფიქრდნენ, მე მგონი დრო არის ეს ადამიანები და საკუთარი და სათანადო პასუხი გასცენ მათ, ვისი წაქეზებითაც ისინი აღმოჩნდნენ საპატიმროში. ახალგაზრდების წამხალისებრები სულაც არ ფიქრობენ, რომ პასუხისმგებლობა მათცია. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ პატიმრების სასჯელს არა კანონდარღვევისთვის, არამედ სამშობლოს სიყვარულისთვის იხდიან.
ეს არის გვერდი დგომა საზოგადოებისა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იმყოფებიან ციხეში საქართველოს სიყვარულისათვის. ტურმის სახელმწიფო ინსტიტუტებზე და თავდასხმას სამართალდამცველებზე. ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული პირების ფინანსური უზრუნველყოფისთვის ატეხილ ფინანსურ ისტორიას დანაშაულის სახალისების გაგრძელებად მიიჩნევენ სახელმწიფო გუნდში. მომართულ პარტიაში აღნიშნავენ იმასაც, რომ ოპოზიციამ ახალგაზრდები მანიპულაციისთვის და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. ძალსახად არის დანაშაულის და ძალადობის წახალისება. იმიტომ რომ ჩვენ რაზე გვაქვს საუბარი, რა ქმედებებთან დაკავშირებით აქვს სახელმწიფოს რეაგირება. ეს არის ქმედებები, როდესაც პირდაპირ არის შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტებზე, მოლოტოვის კოქტეილის სროლა, სამართალდამცავების დაწვის მცდელობა და სხვადასხვა ტიპის დანაშაულებრივი ქმედება. ამიტომ სწორედ ამაზეა საუბარი, რომ ამ ტიპის ფონდებით თუ ფინანსური წახალისებით თუ დახმარებით ხდება ზოგადად აი ამ ტიპის დანაშაულების და ძალადობრივი ქმედებების წახალისება. შეეხება პატიმრებთან დაკავშირებულ საკითხს, ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ხოლმე სიტუაცია, როდესაც იკვეთება, რომ ოპოზიციას პატიმრების შეწყალება კი არ აინტერესებს. პატიმრებით სპეკულირება უფრო აინტერესებს ხოლმე, ერთგვარ აი ამ პოლიტიკური ბრძოლის მძევლად იყენებენ. საიტზე აღნიშნულია, რომ ეგრეთ წოდებული თავისუფლების ფონდი 50-მდე პატიმრის ფინანსური უზრუნველყოფისთვის შეიქმნა, თუმცა თანხების მიზნობრიობას კითხვის ნიშნის ქვეშ ფინანსური გაუმჭვირვალობა აყენებს. ნაცამი მოქალაქეები, მათ შორის ჟურნალისტები და 20-ზე მეტი დაკავებული დანიის პოლიციის მიერ ძალის გამოყენებით აქციის დაშლას საერთაშორისო საზოგადოების მწვავე რეაქციები მოჰყვა, თუმცა აქციის დარბავიდან 5 დღის შემდეგაც დანიის ხელისუფლებას განვითარებულ მოვლენებზე განმარტებები არ გაუკეთებია. რამდენად ჯდება დემოკრატიის ჩარჩოებში მშვიდობიანი დემონსტრატების დასაშლელად ხელკეტების სპეციალური საშუალებებისა და გაწვრთნილი ძაღლების გამოყენება კითხვებს არ პასუხობს არც დანიის საელჩო საქართველოში, თუმცა ევროკავშირიც. ოფიციალური თბილისი კი დანიის ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს, რომელიც საქართველოს ხან ევროპულობას, ხან კი დემოკრატიის ხარისხს უწუნებს. თეკლა ბესტავაშვილი გიამბობთ. დანია გამოხატვის თავისუფლებას ასე ზღუდავს. ეს იმ ქვეყნის სამართალდამცველები არიან, რომლის ხელისუფლებაც ჩვენს ქვეყანას ხან ევროპულობას უწუნებს, ხან კი დემოკრატიის ხარისხს. ამ კადრებმა კოპენჰაგენიდან დიდი მღელვარება გამოიწვია, თუმცა არა იმ ევრობიუროკრატებში, რომლებიც საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს მწვავე დაკრიტიკებდნენ. დღეს კი, როცა საქმე ევროკავშირის წევრ ქვეყანას ეხება, კრიტიკული განცხადებები არსად ისმის. მით უფრო მაშინ, როდესაც საქართველოში ძალადობრივი აქციების დროს დამცველები სახელმწიფოს დასაცავად პროპორციულ ძალას იყენებდნენ და კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ. მიუხედავად ამისა, საქართველოს მიმართ მწვავე კრიტიკა არ წყდებოდა. ჩვენ მივმართეთ დანიის საელჩოს კითხვით, რამდენად შეესაბამება კოპენჰაგენის პოლიციის მიერ აქციის დაშლის დროს გამოყენებული ძალადობრივი მეთოდები დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ჩარჩოებს, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია. დანია, რომელიც მუდმივად თანაც უარგუმენტოდ აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებას, ახლა თავად არის საკუთარი მოქალაქეების მხრიდან კრიტიკის სამიზნე. ის, რაც ახლა ხდება დანიაში ადამიანის უფლებების დარღვევის მიმართულებით, ვიცე-პრემიერისთვის იმ ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის შედეგია, რომლითაც ევრობიუროკრატები დიდი ხანია ხელმძღვანელობენ. მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშლელად არაპროპორციული საპოლიციო ძალის გამოყენება კი ევროპაში დემოკრატიული უკუსვლის მორიგი მაგალითია პრემიერ-მინისტრისთვის. როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, თუ რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას, და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია. ამას დაახლოებით 10-20 წლის წინ, რა თქმა უნდა, ვერავინ წარმოიდგენდა. ფედერალობიდან არ უნდა იყოს გაშვებული ბუნებრივია ასეთი პროცესები და საზოგადოების ყურადღებაც უნდა გავამახვილოთ ასეთ პროცესებზე, იმისათვის, რომ საზოგადოებამ გამოიტანოს სწორი დასკვნები იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით ვითარდება პროცესები ევროპის მასშტაბით, ევროპული ბიუროკრატიის პოლიტიკიდან გამომდინარე. ფრაზა ორმაგი სტანდარტი გაცვდა, თუმცა მაინც ხშირად გვიწევს ჩვენ ამ ტერმინის გამოყენება მოვლენების განვითარების კვალდაკვალ სწორი შეფასებებისთვის. რაც მისაღებია მათთვის, მიუღებელია ჩვენთვის, როდესაც ჩვენ ვიღებდით გამჭვირვალობის კანონს, გაცილებით რბილი მსუბუქი ფორმით, სადღაც შეიძლებოდა ჩვენთან არა. არ უნდა დაგვაუწყდეს მთავარი. გარე ძალები ცდილობენ, რომ საკუთარი ხალხის ხელით, საკუთარი მოქალაქეების ხელით
განახორციელონ ერთგვარი დაპყრობა. და ამის საშუალებას არ ვაძლევთ. სოფლიოში ბევრი აზრი ხმოვანდება ხოლმე, რომელი მხარე რითიც ცდილობს გავლენის მოხდენას, დაპყრობას, ჩანერგვას, ქვეყნებზე ზეგავლენას და ასე შემდეგ. აღმოსავლეთი ცდილობს ეკონომიკით, ჩრდილოეთი ძალით, დასავლეთი საკუთარი ქვეყნის ხელით. სამხრეთსაც კი შეგვიძლია გადავწყვეტ მათი თქმით ასიმილაციით. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს საკუთარი ხალხის ხელით ჩვენი ქვეყნის დაპყრობის მცდელობასთან. ამიტომ უნდა დაუპირისპირდეთ ყველა ასეთ მოვლენას და ორმაგი სტანდარტი ყველა ჭირზე უნდა ვამხილოთ. ნუ გაქვთ იმის მოლოდინი, რომ რომელიმე ევროკავშირის ელჩი გამოვა ან დაგმობს ან რაიმე ტიპის განცხადებას გააკეთებს. მაგრამ ამის უფლება არ აქვს. ამის უფლება არ აქვს, იმიტომ რომ არ არის მითითებები. ისინიც რა თქმა უნდა იმ deep state-ის და არაფორმალური მმართველების გავლენის ქვეშ არიან და მათი წარმომადგენლები არიან, ვითაც დღეს იმართება მთელი მსოფლიო და ვიცით თუ რა გამოწვევების წინაშე დგას მთელი მსოფლიო. შესაბამისად, ელჩების მხრიდან საქართველოსთან მიმართებით გაკეთებული განცხადებები, რა თქმა უნდა, ეს არის გარედან წამოსული დავალებები. დანია ის სახელმწიფოა, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საკუთარ შეფასებებს სისტემატურად გამოხატავს. თუ აქამდე ხელისუფლების ოპონენტებისთვის ეს განცხადებები შიდა საქმეებში ჩარევად არ ფასდებოდა, დღეს უკვე ამბობენ, რომ ეს დანიის საქმეა და ფაქტს ქვეყნის შიგნით გამოიძიებენ. რა თქმა უნდა, მე ვერ გამოვრიცხავ იმას, რომ შესაძლოა იყო დანაშაული ჩადენილი მათ შორის პოლიციის მიერ, მათ შორის სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლის მიერ დანიაში ხალხის წინააღმდეგ, თუმცა მე მჯერა ის, რომ ასეთი ფაქტები იქნება პირველი შეფასებული და მეორე დეტალურად გამოძიებული. კანონმდებლები თბილისში განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ, მაშინ როცა აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას ფოიერვერკებს ესროდნენ და საპრეზიდენტო რეზიდენციის შტურმით აღებას ცდილობდნენ. მაშინ კონკრეტული ევრობიუროკრატები საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს მწვავე დაკრიტიკებდნენ. დღეს კი, როცა საქმე ევროკავშირის ძებნ ქვეყანას ეხება, ხმას არც ევროკავშირი, არც რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია და არც ადგილობრივი საელჩო არ იღებს. სახელისუფლებო გუნდში ევროპის ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ. ეს არ არის მხოლოდ დანიაში, ჩვენ იგივე კადრები ვნახეთ ბერლინში, პარიზში, სხვა დედაქალაქებში, როდესაც პოლიცია ბრუტალური მეთოდებით, ძალადობით შლის კრიტიკოსების სხვადასხვა აქციებს. ესეთი კადრები რომ დაენახა ვინმეს საქართველოში რომელიმე ასეთი აქციის დროს პოლიციის მხრიდან, ხო წარმოგიდგენიათ რა წივილ-კივილი და ლოყების ხოქვა იქნებოდა დანიის ელჩის მხრიდან პირადად, იმიტომ ის პირადად გამოირჩევა გაცხადებებით, რომლითაც პედესტალიდან ცხვირაბზოებული გვესაუბრება ხოლმე ადამიანის უფლებებზე. ცალსახად ეს არის ორმაგი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. საზოგადოებას რამდენიმე კითხვა უჩნდება. პირველი, რამდენად მართლა შეესაბამებოდა დანიელის სამართალდამცავების ქმედებები კანონის ფარგლებს და თუ შეესაბამებოდა, მაშინ რატო იყო ის კომენტარები საქართველოსთან დაკავშირებით და ჩვენ ვიხილეთ გარკვეული პერიოდის წინ. როდესაც გვესმის ასეთი ტიპის ახსნა-განმარტებები, ჭყალებში ახსნა-განმარტებები დანიის მხრიდან, ცალსახად მიანიშნებს ერთ რამეზე, რომ სინამდვილეში რაღაც დემოკრატიაზე კი არ იყო საუბარი, დემოკრატიის კრიტიკაზე, კანონის უზენაესობის კრიტიკაზე, სინამდვილეში მთავარი ამოსავალი წერტილი იყო დაზიანება საქართველოს რეპუტაციის და საქართველოს ხელისუფლების გაშავება. იყო აშკარად გამოხატული შტურმი საქართველოს პარლამენტზე, თავდასხმები პოლიციელებზე. ამ დროს ბუნებრივია სახელმწიფოს ხელისუფლებას აქვს ვალდებულებაც და მოვალეობაც, რომ ძალა გამოიყენოს, რომ დაიცვას სახელმწიფო, თუმცა ნებისმიერი გადასცემა უნდა იყოს გამოძიებული. სრულიად საპირისპიროს ხვდებით დანიის შემთხვევაში, არა მხოლოდ დანიის შემთხვევაში, ჩვენ გვახსოვს შეერთებულ შტატებში, მინეაპოლისში არეულობების დროს ორი ადამიანი იქნა მოკლული, თუმცა არც ერთი ადამიანი დასჯილი არ არის. ამ შემთხვევაში კარგი იქნება ევროპარლამენტმა იმ ევროპელმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც საქართველოს აკრიტიკებენ, იგივე სტანდარტი გააკრიტიკონ, იგივე სტანდარტი შეუსაბამონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მომხდარ ძალადობას. 14 მაისს დანიის პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელკეტები და გაწვრთნილი ძაღლები გამოიყენა. სამართალდამცველების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენების შედეგად არაერთი აქტივისტი დაშავდა, 20-ზე მეტი კი დაკავებულია. პრეზიდენტმა მისი უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს უმასპინძლა შეხვედრას ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი უნეტარესი
როსტისლავი, ალექსანდრიის, რუსეთის, სერბეთის, ბულგარეთის, ელადის, ალბანეთის, პოლონეთისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები დაესწრნენ. პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე და მაღალი იერარქიის სასულიერო პირები. შეხვედრას ესწრებოდნენ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და საქართველოს ეკლესიის პროტოპრესბიტერი მამა გიორგი ზვიადაძეც. აქცენტი გაკეთდა მართლმადიდებლური ფასეულობების როლზე და აღინიშნა, რომ თანამედროვე გამოწვევებით სავსე სამყაროში მართლმადიდებელი ეკლესიების როლი მშვიდობის, ჰუმანიზმის, ტრადიციული ფასეულობების დაცვაში კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. პრეზიდენტმა სტუმრებს უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოხატული გულწრფელი სამძიმრისა და თანაგრძნობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. საქართველოს პრეზიდენტის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული 1990-იანი წლების შეერაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. ამჯერად უგზო-უკლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა. მათგან 2 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა. სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 2 დღის განმავლობაში გაიმართება ოჯახების გადაწყვეტილებით იდენტიფიცირებულ პირებს, მათ შორის სამხედროებს სხვადასხვა რეგიონში საგვარეულო სასაფლაოებზე სათანადო პატივით დაკრძალავენ. თითქმის 33 წელია ველოდებით ამ დღეს, რომ გადმოგვესვენებინა აფხაზეთიდან თბილისში. დახვრიტეს აბსოლუტურად უდანაშაულოდ, იმიტომ რომ ქართველი იყო მშვიდობიანი. არ იბრძოდა. მასთან ერთად შეეწირა რამდენიმე მეზობელი. 34 წელი გავიდა მის შემდეგ. ამის გამორკვევა შესაძლებელი იყო უფრო ადრეც, რომ ამ მოხუცი ამ წლოვანების არ შევხვდროდი მამას. მე მან ძალიან ახალგაზრდა დამტოვა 40 წლის. მაგრამ დღეს 73 წლის ვარ. ასეთი მოხუცი შევხვდი მამას. საშინელება ენით გადმოუცემია ეს სვალება, ეს რაც ჩვენ განვიცადეთ. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი უწყება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანშია. ვიზიტის ფარგლებში სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელებს შორის ორმხრივი შეხვედრა შედგა. საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის საპოლიციო თანამშრომლობის მნიშვნელობა და პარტნიორული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავება იყო. მხარეებმა ასევე განიხილეს ორი ქვეყნის მეზობელი რეგიონების საპოლიციო დანაყოფებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და მზაობა გამოთქვეს ამ მიმართულებით ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზე. შეხვედრის ფარგლებში სულხან თამაზაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ვიზიტით საქართველოში მოიწვია. აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში სულხან თამაზაშვილმა აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას ხსოვნას პატივი მიაგო, ასევე შეჰიდების ხეივანში მარადიული ცეცხლის მემორიალი გვირგვინით შეამკო. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ხალხის ძალის წევრები იმერეთის რეგიონში შეხვედრებს განაგრძობენ. ამჯერად საკუთარი ფრაქციების წევრებთან შეხვედრა ქუთაისის საკრებულოში გაიმართა. განიხილეს მიმდინარე და სამომავლო გეგმები. ხაზი გაისვა ქართულ პოლიტიკაში ჯანსაღი რეალურ შედეგებზე ორიენტირებული ოპოზიციური პოლიტიკური ძალების არსებობას. პარტია სამომავლო ჯერ ადმინისტრაციულ ცენტრებში, ხოლო შემდეგ ყველა მუნიციპალიტეტში პარტიული ოფისების გახსნას გეგმავს.
ქონდა როგორც ზოგად პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობა, ასევე შევეხეთ ადგილობრივი პრობლემებს, შევეხეთ ასევე შემდგომ პარტიული ცხოვრების შემადგენელს, რომ მოემზადოთ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის. ჩვენ გეგმავთ რეგიონულ ცენტრებში პირველ ეტაპზე, შემდეგ უკვე ყველა მუნიციპალიტეტში ოფისების გახსნას და რა თქმა უნდა ეს ჩვენი პროცესი იქნება აქტიური და იქნება შედეგზე ორიენტირებული, რომ ოპოზიციური ველი ჩავანაცვლოთ დესტრუქციული აქამდე არსებული, ჩავანაცვლოთ პოზიტიური და საქმიანი შემადგენელი. მნიშვნელოვანი არის ის, რომ უშუალო კომუნიკაცია პირველ წაროდან მივიღოთ ინფორმაციები და მივიღეთ ის ინფორმაციები და გამოწვევები, რაც ზოგადად არსებობს, როგორც რეგიონებში, ასევე ქალაქებში. იცის საზოგადოებამ, რომ ჩვენ ხალხის ძალამ დავანონსეთ, რომ ზოგადად საქართველოში აუცილებელია, რომ ჯანსაღი ოპოზიციური ძალები იყვნენ და მხოლოდ ლანძღვაგინებაზე არ იყვნენ ორიენტირებულები. ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ თუ არსებობს გარკვეული ტიპის გამოწვევა, ამას ჩვენ ვამბობთ და სიმართლის თქმის პარტია ვარ ჩვენ რეალურად და აქედან გამომდინარეობს ზუსტად რომ იმ გამოწვევებზე საუბრობენ ჩვენი პარტიის წევრები, საზოგადოების წევრები. ეხლა რა გამოვართეთ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის პარტია ხალხის ძალის ხელმძღვანელებთან ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე, მიმდინარე მოვლენებზე და თავსახეთ სამომავლო მოქმედების გეგმებზე. ახალი რეკრეაციული სივრცე სამგორის რაიონში ყოფილი ვარკეთილის მეურნეობის ტერიტორიაზე დღე პარკის აღდგენის სამუშაოები გრძელდება. 8.2 ჰექტარზე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, გარეგანათება, საბავშვო სივრცეები და სპორტული მოედნები. მიმდინარეობს ტერიტორიის გამწვანება. რეაბილიტაცია ჩაუტარდა დღე პარკთან მისასვლელ ქუჩას. პროექტი 2026 წლის ბოლომდე დასრულდება. რეკრეაციული სივრცის აღდგენის სამუშაოებს დედაქალაქის მერი ადგილზე გაეცნო. დეტალებით მარიამ რატიანი. კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე თბილის. ყოფილი ვარკეთილის მეურნეობის ტერიტორიაზე დედაქალაქის მერია ტყეპარკის აღდგენის სამუშაოებს ახორციელებს. სივრცეზე, რომელიც 8 ჰექტარს აღემატება, უკანონო შემოღობის, დემონტაჟი და მოვლითი ჭრის სამუშაოები უკვე განხორციელდა. ამჟამად კი გამწვანების ღონისძიებები მიმდინარეობს. გარდა ამისა, მოეწყობა კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, სპორტული და საბავშვო სივრცეები. სამუშაოებს დედაქალაქის მერი დღეს ადგილზე გაეცნო. ვარკეთილის მეურნეობაში 8 ჰექტარ ტერიტორიაზე შენდება დასასვენებელი პარკი. არსებული ტერიტორია იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში, იყო მოუწესრიგებელი. პროექტის ფარგლებში იგი კეთდება სასეირნო ბილიკები, საფეხბურთო, საკალათბურთო მოედანი, განსაზღვრულია პატარებისთვის სხვადასხვა ტიპის ატრაქციონები, ასევე სავარჯიშოები, არსებული მრავალწლოვანი ხემცენარეები ყველა შენარჩუნებული იქნება. გარდა ამისა დაემატება ახალი მცენარეები, თავისი სარწყავი სისტემებით, ღამის განათებები. სივრცის მასშტაბურობიდან გამომდინარე სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს. თითქმის 4 ჰექტარამდე ტერიტორიის აღდგენა რეაბილიტაცია დასრულებულია, სადაც საფეხმავლო ბილიკები, საპარკო ავეჯის, საბავშვო და სპორტული სივრცეები უკვე მოეწყო. ადგილობრივმა გამგეობამ ტყეპარკთან მისასვლელი ახმეთ მელაშვილის ქუჩის რეაბილიტაციაც განახორციელა. ამ ეტაპისთვის დასრულებულია დაახლოებით 3 ჰექტარ ნახევარ ფართობზე სამუშაოები და მიმდინარეობს დანარჩენ ტერიტორიაზე სამუშაოები. დასრულების შემდგომ მივიღებთ სრულად ახალ რეკრეაციულ სივრცეს. მსგავსი ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს ასევე დახოკიძის ქუჩის მიმდებარედ, რომლის ფართობი არის დაახლოებით 3 ჰექტარი. აღნიშნული სკვერის რეკრეაციული სივრცის დასრულება იგეგმება ასევე მიმდინარე წელს. მთლიანი ბულვარი იყო გაუვალე საერთოდ. აქ ვერ იყენებდა მოსახლეობა, ვერ ისვენებდნენ ბავშვებს, არ ქონდათ მოსასვენებელი ადგილი. ეხლა გაჩნდა უკვე მოსასვენებელი სივრცე ბავშვებისთვისაც, უფროსებისთვისაც. ყველანაირი სივრცე არის, სპორტული სივრცეც არის, დასვენებელი სივრცე არის. ანალოგიური პროექტები სამგორში მიმდინარეობს. ძალიან ბევრი პროექტი კეთდება და ძალიან მასშტაბური და ლამაზი ხდება ჩვენი თბილისი და სამგორის რაიონი კერძოდ. სივრცე, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოუწყობელი იყო, დღეს ადგილობრივთა საყვარელი დასასვენებელი ადგილია. მაცხოვრებლები ამბობენ, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება მათი დასახლებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო. ამაზე უკეთესი, მე მგონი მერიას არაფერი გაუკეთებია მეურნეობისთვის.
იმდენად ძვირფასია ჩვენთვის ეს, ჩვენი ბავშვებისთვის, რომ ამდენი წლების მანძილზე არაფერი გასართობი ამათ არ ქონია და დავდიოდით ქვემოთა სკვერებში. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის მერიას, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ საქმეში, ყველას ძალიან დიდი მადლობა. როგორც იქნა ჩვენ დასახლებას გვეღისა, როგორც იქნა ბავშვების გამოსეირნება სუფთა ჰაერზე, ამ პარკში დაჯდომა და აი რა ვიცი, ძალიან კმაყოფილები ვართ. მიმდინარე სამუშაოების ნაწილი რამდენიმე თვეში დასრულდება. რეკრეაციული სივრცის სრულად აღდგენა კი 2026 წლის ბოლომდე იგეგმება. აფხაზეთობა 2026 ზუგდიდში კვირაულის აღნიშვნა დაიწყო დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში სხვადასხვა კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა. მოიწყო აფხაზეთიდან დევნილი მხატვრობის გამოფენა, გაიმართა კულინარიული მასტერკლასები. ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდება. წლევანდელი აფხაზეთობის მთავარი გზავნილია ჩვენი საქართველო აფხაზეთიდან იწყება. დეტალებით ბორენა ონიანი. აფხაზეთობის კვირეული ზუგდიდში სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებებით გაიხსნა. აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა დადიანების სასახლის სივრცეში გაიმართა. ღონისძიება მხატვრების პლენერით დაიწყო, სადაც ხელოვანებმა აფხაზეთის თემატიკით შთაგონებული ნამუშევრები შექმნეს. გაიმართა ფერწერის მასტერკლასები და მოეწყო ფოტოგამოფენა. კადრები აფხაზეთიდან. შევეცადეთ დადიანების სასახლის ეზოში გაგვეცოცხლებია ერთი აფხაზური საღამო, თავისი ფოტოკადრებით აფხაზეთიდან, ფერწერული ტილოებით, აფხაზური კუთხე გაგვეცოცხლებინა ჩვენი დროის 90-იანი წლების აფხაზეთი. გაიმართა სხვადასხვა გასართობი საბავშვო კონცერტები. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს ტრადიციული კერძების დაგემოვნებისა და მომზადების პროცესის გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ. მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული დღე შავნაბადას კონცერტით დაგვირგვინდა. ჩვენ აფხაზეთის ხალხი ხვდებით ადგილობრივებთან ერთად და აქ დღევანდელი დღე ეძღვნება იმ გახსენებას, იმ იდეებს, რაც ჰქონდა მაშინ, ეს ყველაფერი და ამას რომ ვიხსენეთ, ეს ძალიან კარგია. ჩვენ სიცხლე და ხორცია აფხაზეთი. აფხაზეთი ჩვენთვის რაღაც ახალი არ არის. ეს ამას კი არ ვიხსენებ ჩვენ, ამით ცხოვრობთ. იმის იმედი ცხოვრობ, რომ ჩვენ აუცილებლად დაბრუნდებით. ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ. ზუგდიდის შემდეგ აფხაზეთობის კვირეული ქვეყნის რამდენიმე ქალაქში 24 მაისის ჩათვლით აღინიშნება. მათ შორის გასართობი აქტივობები გაიმართება თბილისში, სენაკში, ბათუმსა და ქუთაისში. დღევანდელი დღე და კვირეული ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია თითოეული აფხაზეთელისთვის, ჩვენი იდენტობის, კულტურის წარმოჩენა არის საზოგადოებაში და მიხარია, რომ პირველი ქალაქი იყო ზუგდიდი და სწორედ ძალიან სიმბოლურია, რომ ზუგდიდმა პირველმა გაუხსნა ჩვენს დევნილ მოსახლეობას კარი. აპოლონ ქუთათელაძის სამხატვრო აკადემიასთან თანამშრომლობით აფხაზეთობის კვირეული დასრულდება გარიყულას კულტურულ სივრცეში. ეს მოიცავს მთელი ღონისძიებებს, როგორც კულტურულ, საგანმანათლებლო, ასევე გასართობს და იქნება კონცერტები, გალა კონცერტები, აფხაზეთის განათლების და კულტურის დაქვემდებარებულებში ასებული ასამბლები თავიდან ბოლომდე იქნებიან ჩართული, ასევე სხვადასხვა თეატრის კოლექტივები. აფხაზეთობა ილია მეორის ლოცვა კურთხევით 2014 წლიდან აღინიშნება. ღონისძიებები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით იმართება. ეს იყო პოსტების საინფორმაციო გამოშვება 7 საათზე, მოხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.